სტომერთან ერთად და ამჯერად უნდა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნისთვის ვფიქრობ ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხზე, რასაც მიგრაცია ეწოდება და გადაცემაში სტუმრად დავპატიჟეთ ნუგზარ კოხრეიძე, ბატონი ნუგზარ კოხრეიძე, გავუკაცნიერდები და ამჯერად მე ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობას უნდა შევეჭიდო. ალბათ ხვდებით ხო, რას გულისხმობ? კი, ეს უკვე ტრადიციაა. ხო, ტრადიცია არ მიყვარს, მაქვს რაღაც კარგი ტრადიციები, რომლის ღალატად მიმაჩნია, ასე რომ მისურვებთ წარმატებას გისურვებთ. მაგრამ ძირფასო ტელემაყურებლობა ჩვენთან სტუმრად იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ თაობათა დიალოგის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის და კლიმატის მოქმედებათა ქსელის საბჭოს წევრი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების ფორუმების დავების კომისიის თავმჯდომარე და ამასთანავე საქართველოს ეროვნული პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი. კიდევ ერთხელ განმეორდები ნუგზარ კოხრეიძე. აბა როგორ ხარ? ნუ ასეთი სრული ჩემი სტატუსების საკითხის შემდეგ ხოთის კარგად ვარ. უფიქრდები მას რამდენადაც მიმიღწევია თქვა. როგორ ახერხებდი ამ ყველაფერს? ვახერხებ დღესაც. ხო, როგორ დაიწყე და როგორ ხარ ამდენ პლანზე? რა მოუსვენარი ადამიანი ვარ ალბათ და მიყვარს ეს ბევრი საკითხი კეთება. ხო, მოუსვენარი ადამიანი არის ირგვლივ, მაგრამ თქვენ ალბათ ამ მოუსვენრობას სწორი მიმართულება მიეცით. ეს ალბათ ნიშნავია. დიდი მადლობა ასეთი შეფასებით. გადავიდეთ ახლა ჩვენს ძირითად საკითხზე, რომელსაც მიგრაცია ეწოდება, ვისთვის მტკივნეული, ვისთვის მტკივნეულთან ერთად თვითგადარჩენის, ოჯახების გადარჩენის საშუალება და არ ვიცი, ძალიან ისეთი თემა გახლავთ, გამეთანხმებით ალბათ და მოდი მოგვახსენეთ ხო თქვენი მოსაზრებები. შიდა მიგრაციაზეც ვისაუბროთ, არა მხოლოდ შიდა მიგრაციაზე, ზოგადად მიგრაციის გამომწვევი მთავარი ესეთი ფუნდამენტალური მიზეზი ან მიზეზები რა არის ბატონო ნუგზარ? კი ბატონო. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მიგრაცია ჩვენთვის ნამდვილად არის დიდი გამოწვევა. გაეროს მონაცემების მიხედვით 2022 წლისთვის დაახლოებით 800,000-მდე საქართველოს მოქალაქე არის გასული ქვეყნიდან. ეს მონაცემები ძირითადად თავშესაფრის ან მოქალაქეობის ცვლილების მიმართულების თვალსაზრისით ასე ვთქვათ გინდება და ვარაუდობენ რომ 2025 წლის ბოლომდე უკვე მილიონამდე იქნება ეს ამ ადამიანთა რიცხვი. ეს რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის? ეს ნიშნავს რომ დაახლოებით მილიონამდე საქართველოს მოქალაქე დადასტურებულად არის გასული ქვეყნიდან და ისინი არიან მიგრანტები ამ ქვეყნიდან. მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს ასევე პარალელური პროცესი იმიგრაციის, როდესაც როდესაც მათ შორის შემოედინება საქართველოში მოსახლეობა, თუმცა 2023 წელს გვაქვს დაახლოებით 39% კლება მიგრაციული სალდოსი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 14,000-ზე მეტი ადამიანი უფრო გასულია ქვეყნიდან, ვიდრე მათ ხარჯზე რაიმე შემოსული არის და ძირითადად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა აი ამ ასე რომ ვთქვათ პროცესებს. ერთადერთი წელი იყო კოვიდის პერიოდი, როდესაც დაახლოებით 15,000-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა ქვეყანაში და მაშინ ჰქონდა ძალიან კარგი საქსტატის მონაცემებია ეს მიგრაციული მაჩვენებელი, ანუ საქართველოს მოქალაქეების პირიქით უკან დაბრუნების მაჩვენებელი იყო მაღალი, გვესმის ალბათ რითი იყო ეს განპირობებული და ასევე მნიშვნელოვანი არის რომ გვესმოდეს რომ ბოლო დროინდელი მოვლენები რომელიც ქვეყანაში ხდება და ყოველჯერზე რამდენჯერაც პოლიტიკური ვითარება დამძიმდება ქვეყანაში, იზრდება მიგრაციული ასე ვთქვათ მაჩვენებელი, გადინება ქვეყნიდან, ანუ ძალიან დიდი არის და უნდა ითქვას ის რომ დაახლოებით 41,000 მოსახლით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა. ეს არის ბოლო 2 წლის მონაცემები. ხო, რაღაც ტრაგიკული მონაცემებია. რა თქმა უნდა და ჩვენ უნდა გვეხსნოდეს ვინ გადის ქვეყნიდან, ძირითადად ბოლო მაჩვენებლით გადიან ოჯახებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია თუ ადრე მაგალითად მიდიოდა ოჯახიდან 1-2 წევრით, ახლა მთელი ოჯახის
მიგრაციასთან გვაქვს საქმე და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უკან დაბრუნებელი არ არის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს გავლენას იქონიებს მათ შორის ფულად გზავნილებზეც, ამიტომ რომ თუ არავინ აღარ ყავთ ამ ქვეყანაში, ვისაც ასე რომ ვთქვათ, მიდიან საშრომლად საზღვარგარეთ, თავისთავად ფულს ვერც გამოაგზავნიან. მაგრამ ეს რომ დიდი არის 2023 წელს გადინება ქვეყნიდან, დაახლოებით 205,000 ადამიანი არის გასული ქვეყნიდან, მაგრამ სამაგეროდ შემოსულია 245,000 ძირითადად უცხოელები. ხო, და ამ უცხოელებში რომელი ეროვნებაში ჭარბობს გვაქვს? მე ახლა არ მაქვს, რომ ძირითადად ჭარბობს პოსტსაბჭოთა სივრციდან ადამიანები, თუმცა ესეც უკვე მაჩვენებელი მიდის კლებისკენ, უკვე იმდენი აღარ შემოდის, როგორიც შემოდიოდა მაგალითად 3 წლის წინ, როცა ახალი დაწყებული იყო უკრაინის და რუსეთის ომი და ასევე ჩვენ გვაქვს საზღვარგარეთისგან სტუდენტების დაახლოებით 14,000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში, აქედან უმეტესობა არის ინდოეთიდან. ხო, ეს არის ის მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ფაქტია გვაქვს, რომ შემოდინება უფრო მაღალია, უпростоრად გადინება უფრო მაღალია ვიდრე შემოდინება და ამიტომაც მე ვთქვი, რომ დაახლოებით შეადგენს უკვე 14.5%-ს, ანუ ეს სხვაობა. და ასევე აისახა გზავნილებზეც. ახლა ეს შეიძლება დავინახოთ როგორც დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ დაახლოებით გასულ წელს 4 მილიარდი დოლარი შეადგინა ფულადმა გზავნილება საზღვარგარეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი არის წასული. 2023 წლის, ასე ვთქვათ, სტატისტიკა გაგოცანით და ბრძანეთ იქ, რომ პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში რამდენად დაძაბულია, ემიგრანტების რაოდენობა ადეკვატურად იზრდება. როგორ ფიქრობ, რა სურათი შეიძლება იყოს ერთი წლის მერე? სურათი შეიძლება უფრო დამძიმდეს, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, რომ დაახლოებით დღევანდელი მონაცემებით ჩვენ გვაქვს 39% საიმიგრაციო სალდოს სერიოზული მაჩვენებელი, რაც ძალიან დიდია. ძალიან დიდია ეს განსხვავება, ასე რომ შემოდინებასა და გადინებას შორის და მეორე, რომ 41,000 ადამიანი უკვე გასულია საზღვარგარეთ, საზღვრებს გარეთ. ამას ხელს უწყობს, რომ კრიზისი არ, ასე ვთქვათ, გვარდება, არ ბუნდოვანია მომავალი. პლუს ამას ემატება, რომ ადამიანებმა, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში იცხოვრეს, რომ ქვეყანა მიდის ევროინტეგრაციისკენ, დღეს, ასე ვთქვათ, უფრო თადარიგს იკავებენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ეს ვექტორი იყოს შეცვლილი და მათ არ ქონდეთ სურვილი იცხოვრონ სხვა ფორმაციაში და ეს ზრდის, ასე ვთქვათ. ამას გარდა ემატება კლასიკური გამოწვევები, რომელიც მიგრაციას, მაგალითად სოციალური პირობები. ხო, სოციალურ პირობებში შედის არა მარტო დასაქმება, არამედ დასაქმებაზე არსებული პირობები. ანუ რა პირობებით ვასაქმებთ ადამიანს, რამდენად გარანტირებულია შრომითი უფლებები, რამდენად გარანტირებულია მაგალითად ფეხმძიმობის პერიოდი, რამდენად ქვეყანა აქვს სოციალური შესაძლებლობა და პაკეტები, რომ ადამიანმა ღირსეული სამსახური იქონიოს. ახლა ჩვენ ვატყობთ, რომ აი ჭიათურაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შრომელთა უფლებები ამ ქვეყანაში არ არის კარგად დაცული, რომ მათ უწევთ ჩვეულებრივი ხელფასისთვის ბრძოლაც კი, არამც თუ დანარჩენი სხვა პირობებისთვის, რომელიც ეკუთვნის მშრომელს, რომ მიიღოს. რაც უფრო სახიფათოა სამუშაო, რაც უფრო რისკიანია და დატვირთულია, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ეს სოციალური დაცულობა. ეს არის ერთი საკითხი. მეორე საკითხი არის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ეს დასაქმება ასევე მიბმულია ეკონომიკაზე, მაგრამ აქ ეკონომიკა განისაზღვრება არა იმით, რომ ახლა ორნიშნა ციფრი გვაქვს ეკონომიკის, არამედ ეს ეკონომიკური განვითარება რამდენად ქმნის სამუშაო ადგილებს. ფაქტია, რომ დღეს საქართველოში სამუშაო ადგილები ძალიან მცირედით იქმნება და რაც მთავარია, სამუშაო ადგილებთან მიმართულებით ჩვენ გვაქვს დიდი გარღვევა. ანუ ის სამუშაო ადგილები, რომელიც დღეს საქართველოში იქმნება, ჩვენ ამისთვის კადრები არ გვყავს. ანუ ეს არის დაბალანაზღაურებადი სამუშაოები ძირითადად, ეს არის ტურისტული სფერო, რომელშიც ადამიანებს არ აქვთ ასე წარსულიდან გამომდინარე ამდენი განათლება მიღებული, მათ ჭირდებათ კვალიფიკაციის ან სრული შეცვლა, ან გარდაქმნა და
თავისთავად ცხადია, რომ ესეც ქმნის დამატებით გამოწვევებს ამ ადამიანებს. ანუ დღეს საქართველოს განათლების სისტემაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვყავს ძალიან ბევრი იურისტი, ჰუმანიტარი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი შრომითი ბაზარი ითხოვს დამლაგებელს, მზარეულს, სტილისტს, მომსახურე პერსონალს და ასე შემდეგ და საერთოდ არ საჭიროებს ამ ხელა გამოცდილებას. კი ბატონო, და ის ადამიანები კიდევ ზედმეტად პროგრესულად მოაზროვნე და სხვაგვარად განათლებულები სამწუხაროდ გაედინება, ხო? ხო, აი ახლა ის დავკარგეთ ეს თაობა. დაახლოებით 80 დაკარგა შეიძლება. კი, აი დაახლოებით 100,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც გავიდა მარტო 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან და ეს არის საქსტატის მონაცემები, ეს ძირითადად ეს არის შრომის უნარიანი ადამიანები. ანუ რომლებსაც შეუძლიათ შრომა და შეუძლიათ მუშაობა. მეორე კიდევ ერთი ეკონომიკის გამოწვევა ეს არის, რომ ხდება ურბანიზაცია და კონცენტრაცია ქალაქებში მოსახლეობის. შედეგად იცლება სოფლები. ხო, თბილისი არის ამ შემთხვევაში. ხო, აი ეს თბილისი, ასეთი ტერმინიც კი არსებობს, თბილისიზაცია. როდესაც ანუ უმეტესი დიდი ქალაქებიდანაც კი, არა მარტო სოფლებიდან ხდება კონცენტრაცია დედაქალაქში, რასაც იწვევს სატრანსპორტო კოლაფს, რასაც იწვევს ასე ვთქვათ, ანუ ქალაქსაც გააჩნია მისი საზღვარი. რესურსი, ხო, ხო. ნუ ხა როცა მილიონ ნახევარი ცხოვრობს ქალაქში, რომელიც პრინციპში გათვლილი იყო 9,000 ადამიანზე მაცხოვრებელზე, ხო, მილიონამდე მაცხოვრებელზე თავისთავად ცხადია ის უკვე ასე ვთქვათ ვეღარ უძლებს და მეორე ეს იწვევს ყდომას სოფლის სადაც იწარმოება სოფლის მეურნეობა და როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარება არ ხდება, მით უმეტეს როდესაც იქ აღარ არის უკვე მოსახლეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ქვეყანაში ყველაფერი იქნება იმპორტირებული და ყველაფერი ანუ სოფლის მეურნეობის ასე ვთქვათ გაქრობა შექმნის მათ შორის კვების ასე ვთქვათ კოლაფს. ეს ასევე დააწვევა თავად ტურიზმის სფეროსაც. აი ახლა ტურიზმის სფერო ხო ყველაზე მეტად განვითარებულია ქვეყანაში, რაც სხვათა შორის ძალიან მნიშვნელობრივია, რომ ეკონომიკის ასე სტაბილურობას ასეთი მერყევი ბიზნესის ეკონომიკის მიმართულებით საერთოდ არ დგინდება, იმიტომ რომ მოწყვლადია ტურიზმის სფერო. არა მარტო სეზონურია, გეოპოლიტიკაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, პანდემიებზე ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული და უსაფრთხოებაზე ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული და ვერასდროს ვერ გათვლი, კარგი პერიოდი გიქნება თუ ცუდი. ამიტომ ამაზე დამყარება ქვეყნის ეკონომიკის არის სახიფათო. ნუ გზა კი, ეს მიგრაცია და გაზრდილი მიგრაცია ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რა გავლენას ახდენს დღეს და რა შეიძლება მოახდინოს ხშობადობის კუთხით ჩვენ კვლავ თუ არ ვცდები, მქონდა სადღაც ეგ ციფრიც, თუ არ ვცდები დაახლოებით 11,000-მდე ანუ სიკვდილიანობა დაახლოებით 11,000-ით უფრო მეტია ვიდრე შობადობა. შეიძლება ვცდებოდი ამ ციფრში, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებაა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის. და რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ არის განვითარებული რიგი მთელი სოციალური პროგრამები და ეს პოლიტიკა არ არის განვითარებული იმ დონეზე. და სხვათა შორის ამ მიგრაციასთან მიმართებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს გენდერული კომპონენტი. იმიტომ რომ ძირითადი მშრომელები, რომლებიც გაედინება საზღვარგარეთ მოყოლებული 90-იანი წლებიდან, ეს არიან ქალბატონები. ხო? და მათზე გადაიარა ძირითადად შრომითმა მიგრაციამ. არ არის მათი უფლებები ამ კუთხით ყველაზე მეტად დაცული. ანუ სახელმწიფოს პრაქტიკულად, ნუ მით უმეტეს ახლა როდესაც შეცვალეს კანონი და სიტყვა გენდერული ამოაგდეს ყველაფრიდან და ეს გენდერი მხოლოდ ცუდად არის აღქმული, ჩვენ გვესმის, რომ აი ფემინისტური იყო ჩვენთან მიგრაცია, ანუ ქალები არჩენდნენ დიდ ნაწილს მოსახლეობის
ის, ხო? იმიტომ რომ სამსახურები მხოლოდ ასეთი ტიპის ანუ მხოლოდ ქალებისთვის მოიძებნებოდა და რთულად მოძებნიდა მამაკაცი. ეს ბევრი რიგი ფაქტორებით იყო განპირობებული. და ჩვენ ხედავთ, რომ აი რეინტეგრაციის პროგრამა აქვს სახელმწიფოს, რომელიც სხვადასხვა თავის დროზე შექმნა იმ ორგანიზაციამ, სადაც მე 11 წელი ვიმუშავე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს მთელი სტანდარტები გადასცა შემდეგ სახელმწიფოს, თავიდან დაიწყო ძალიან კარგად, მილიონი ჰქონდა ბიუჯეტი ამ რეინტეგრაციას, აუთსორსინგზე ჰქონდათ გატანილი და ორგანიზაციებს აკეთებდნენ, მაგრამ ის თანხაც კი იყო ძალიან ცოტა. იმიტომ რომ იმდენად დიდია ჩვენთან მიგრაცია, ხო, ეს არ არის საკმარისი. მეორე პირობები, რომელიც საჭირო იყო, ანუ ეს დახმარება არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთჯერად, იმიტომ რომ როცა ჩვენ რეინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ეს მინიმუმ 1 წლიდან 3 წლამდე პროცესს გულისხმობს და 1 წელიწადში ვერ ასე ვთქვათ, მოხდება ადამიანის რეინტეგრაცია. იქ საუბარი იყოს ჯანდაცვის პროგრამაზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაზე, მცირე შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობაზე და ბევრი გადამზადებაზე მათ შორის და აი თუნდაც ფსიქოლოგიური რეინტეგრაციის პროგრამა. ახლა 17 წელი, 20 წელი, როცა ადამიანს არ უცხოვრია თავის ქვეყანაში, მისთვის აქ ყველაფერი უცხოა. აბსოლუტურად ადამიანებიც კი გაუგებარია, მათი ქმედებებიც. მე მქონდა შემთხვევები, როდესაც ჩემი ერთი ბენეფიციარი მიყვებოდა, რომ აი დილასო რო შეიკრიბენ ჩემთან მეზობლებიო და ყავას სვამდნენ და 1 საათი გავიდა, 2 საათის გავიდა და სულ ლაპარაკობ, უკვე თავში ფიქრობდი, ამ ხალხს მართლა საქმე არ ქონიაო. იმიტომ რომ ის უკვე იმისთვის უკვე დრო სხვანაირი იყო და მას ის სხვანაირად ფიქრობდა, რომ ამ დროის გამოყენება ასე უდიერად არ შეიძლება. ახლა არაფერი ჩაუდენია იმ მეზობლებს ცუდი, რასაც არიან მიჩვეული. ხო და არც ამას ჩაუდენია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ადამიანმა ხელმეორედ წავიდა იმიგრაციაში, იმიტომ რომ ვერ გაიგო ეს გარემო. ძალიან კარგი თემა შეეხეთ. ის ვინც იმიგრაციაში მიდის, შესაძლოა თავდაპირველად ფიქრობს, რომ იქ ყველაფერი იოლია და მარტივად გამოიმუშავებს თანხას და ის გარშემომყოფები, ვინც საქართველოში ირჩება, ისინიც ფიქრობენ, რომ რაღაც ემიგრაციაში წასული ადამიანისთვის ყველაფერი ძალიან იოლია და ისინი ბედნიერები არიან, ან ფინანსურად უზრუნველყოფილი. ანუ ჩვენ ვთქვათ, რომ სირთულეები ახასიათებს. უზარმაზარი სირთულეებს გადიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტავს, რომ წავიდეს საზღვარგარეთ და ეს იყოს ან დროებითი, ან მუდმივი, ისინი გადიან ძალიან დიდ ასე ვთქვათ, გამოწვევებს. და საერთოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ასეთი ფორმულა, რომ მხოლოდ მესამე თაობა ხდება, ასე ვთქვათ, მესამე თაობა აღწევს ინტეგრაციის ყველაზე მაღალ შესაძლებლობას იმ ქვეყანაში, სადაც მიდის. პირველ და მეორე თაობაზე გადადის მთელი ის ასე ვთქვათ, პრობლემები და გამოწვევები, რომელიც მიგრანტის წინაშე დგას. მით უმეტეს პირველი თაობის, რომ ჯერ ლეგალიზაცია ძალიან დიდი პრობლემაა. მით უმეტეს, როდესაც ახლა მსოფლიოში არის ანტიმიგრაციული პოლიტიკები, როდესაც გამკაცრებული არის, როდესაც ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს და ისინი ზეწოლას ახდენენ პოლიტიკოსებზე, ხო, საიდან ეს ულტრამემარჯვენეები ან ულტრამემარცხენეობრივი მოძრაობები, რომლებიც ძალიან მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას მოითხოვენ, საიდან გაჩნდა, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს პრობლემაა მათთვის, რომ ჩამოდიან უცხოელები, ძირითადად აქ რა თქმა უნდა საუბარია აფრიკაზე, არაბულ ქვეყნებზე, საიდანაც ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანები მოდიან, მაგრამ მთელ ამ ასე ვთქვათ, კორიანტელში თავისთავად თავსდება უკვე სხვა ქვეყნები. და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა საქართველოს მოსახლეობას ვიზა ლიბერალიზაციამ. ხომ ძალიან შეუწყო ხელი, რომ არ ყოფილიყვნენ კიდევ იმაზე უფრო რთულ ვითარებაში, ვიდრე ის ქვეყნები არიან, ვისაც არ აქვს ვიზა ლიბერალიზაცია. შენ სულ მცირე წასვლა შეგიძლია და მერე დაბრუნება შეგიძლია 3 თვით გამოტოვებით იარო და რაღაცა. ზოგ ქვეყანასთან მით უმეტეს იყო გაფორმებული, ახლა უკვე თქვენ იცით, რომ ადამიანს აღარ მუშაობს, ვინაიდან
ხელისუფლებას აქვს გარკვეული გამოწვევები, ორმხრივი ხელშეკრულებები, მაგალითად პოლონეთთან, სადაც გამარტივებული იყო სამუშაო შესაძლებლობების მიღება, გერმანიასთან, სადაც ჩვენი სტუდენტები დადიან სეზონურ სამუშაოებზე და შესანიშნავ შესაძლებლობას უქმნის, რომ თვითონ მოაგროვონ ფული და შემდეგ თავიანთი ძირითადად გადაიხადონ თავიანთი სასწავლო თანხები. წარმოგიდგენია თქვენ ეს რომ ყველაფერი გაქრეს? ხო, ანუ რამდენად ხედავთ ამ რისკს და საშიშროებას, რომ შეიძლება ერთხელ ყველაფერი დასრულდეს? თუ ეს პროცესები, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, თუ ის ეჭვები, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შეცვალა ტრაექტორია, ასე ვთქვათ, საგარეო მიმართულების, თუ მოხდა ისე, რომ ვერაფერი ვერ შეიცვალა და არ მოხდა დალაგება, ან ნორმალიზება ურთიერთობების ევროკავშირთან, გარდაუვალია, რომ ევროკავშირი აბსოლუტურად ყველა იმ პირობებს წაიღებს უკანს, რომელიც დღეს გვაქვს. და უფრო მეტიც, თუ ევროკავშირში შეიცვალა ხელისუფლებები და ისინი უფრო ულტრამემარჯვენე, აი რაღაც მსგავსი, როგორც არის ტრამპი, ორბანი, ან ფიცო, აი მსგავსი ტიპის მთავრობები თუ მოვიდა ევროკავშირის ქვეყნებში, რაც გულისხმობს საიმიგრაციო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გამკაცრებას, რაც გულისხმობს ევროკავშირის გაფართოების შეჩერებას, რაც გულისხმობს სამეზობლო პოლიტიკის წარმოების შეჩერებას, ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად შეიზღუდება ყველა ეს უპირატესობა, რაც გაგვაჩნია ახლა. და ეს მოხდება მყისიერად და ეს მოხდება აბსოლუტურად სწრაფად. და რა პირობითად აი ამ სურათის წარმოდგენის შემთხვევაში რა დახვდებათ იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად 10 წელია თუნდაც ამერიკაში არის წასვლილი. ჩვენ ქვეყანაში როგორ ფიქრობ, რა შეიცვალა დადებითისკენ თუ ხედავ რაღაც? მე სასიამოვნოდ გაუცებულები სად შეიძლება დარჩენოს? სასიამოვნოდ გაუცებულები შეიძლება ჩვენ დავჩეთ იმაში, რომ არც ჩვენი ქვეყანა მოგწონდეს, მაგრამ წასასვლელიც არსად არ გქონდეს. ანუ ჩვენ ეს დაახლოებით საბჭოთა კავშირი რომ ჩაიკეტა და ეს რკინის ფარდა რომ ასე ვთქვათ ჩამოიწია, რომ შენ არც აი ამ სივრცეში მოგწონს ეს ცხოვრება და მიგაჩნია ეს მისაღება და გაქცევაზე ფიქრობ მუდამ და მეორეს მხრივ რომ ვერსად ვერ გაიქცევი და ვერსად ვერ წახვალ, იმიტომ რომ არავინ არ გიღებს. ხო, ამიტომ ეს ძალიან რთული განსაცდელი იქნება ყველასთვის და რთული იქნება ამასთან შეგუება. ახლა ამერიკასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას, ვხედავთ იმას, რომ პრაქტიკულად ყველა ისინი, ვინც მექსიკის გზით მოხვდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათთან მიმართებით მიმდინარეობს გამოძიება, თუ ისინი რაიმე დარღვევებში იქნებიან, ასე ვთქვათ, დაჭერილებიან, თუნდაც გადაეყრებიან საიმიგრაციო პოლიციას. ეს კიდევ გააჩნია შტატებს, იმიტომ რომ ყველა შტატები არ მისდევენ იმ პოლიტიკას, რომელიც აქვს ტრამპს. ხო, ასე მკაცრი არ იქნება, იმიტომ რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს შესაძლებლობები თუ ერთ შტატში, თქვათ, გდევნია მეორე შტატში გადახვიდე, მაგრამ ეს არ რთულებს მიგრანტის ცხოვრებას. ჯერით ის ისედაც რთულია სამსახურების მოძიება დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო ნაკადი მიგრანტების, განსაკუთრებით უკრაინიდან, ხო? და პრაქტიკულად ყველა ეს იაფი სამუშაო დაკავებულია. ხო, ეს ერთი. და მეორე შესაძლებლობა ახლა შენ რომ ინტეგრიდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან ბევრი რამ არის საჭირო, ენის ცოდნა არის საჭირო, კულტურის აღქმა, გაგება, სულ სხვა ქვეყანა, სულ სხვა ფორმაცია, ტემპის, მეორე ღირებულებების სხვა არის და მთელი რიგი ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ ჩემს ირგვლივ, ჩემს მეგობრებს, არავის არ მოწონს ამერიკაში ცხოვრება. კი ცხოვრობენ, კი მუშაობენ, ერთადერთი რის გამოც მოწონთ ეს ქვეყანა, რომ რასაც იშრომებ, იმას გიხდია, ანუ გადახდა არის ჯეროვანი შენი შრომისა. აი ეს ერთადერთი რაც ყველას აერთიანებს, ვისაც ვიცნობ ამერიკაში და ვინც მე მესაუბრება. თორემ თვითონ ცხოვრება, რითმი, დამოკიდებულება, აი გარემო და ასე შემდეგ არავისთვის არ არის, ასე ვთქვათ, მისაღები, უფრო ამერიკული ფულით კარგია ცხოვრება საქართველოში, ბევრჯერ მომისმენია. ნუ ზარ, ჩვენს ერგოლ, აი ჩემს ერგოლ პირადად იშვიათად მინახავს და მაგონდება ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც არ ამბობს დღის მანძილზე, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს რომელიმე ქვეყანაში და მთავარია გააღწიოს და უკვე მნიშვნელობა არ აქვს სად.
ვიდრე დაგემშვიდობები ძალიან მოკლედ შევეხოთ თუ გაგვთ რა თქმა უნდა წვდომა და ინფორმაცია აი თავშესაფრის მოძიება რამდენად რთულია ან რა უნდა გაითვალისწინონ მათ შემთხვევაში კი ბატონო საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მოძიება ევროკავშირის ქვეყნებში არის ძალიან რთული აი მე ვიცი რომ ბევრი ცდილობს რომ ირლანდიას მეეშუროს ძალიან მძიმე ამბავი არის ირლანდია იმიტომ რომ ჯერეთი ვიზის მოპოვება ირლანდიაში არის ძალიან რთული ეს პრაქტიკულად მაგონებს წარსულს ახლა მე ვაპირებ წარსულს ირლანდიაში რაღაც საქმესთან დაკავშირებით და პრაქტიკულად ერთი თვე უნდები რომ მივიღო ვიზა და თქვენ იცით რომ ირლანდიის საელჩო არ არის და საკონსულო არ არის საქართველოში არის თურქეთში და ბულგარეთში ბულგარეთი ფარავს საქართველოს და მარტო 700 ლარი გაგზავნა გამოგზავნა მიჯდება საბუთების ანუ როგორი ძვირი ჯდება და ბევრ ადამიანს ეს გაკეთებული აქვს ხო მაგრამ როცა შენ მიდიხარ ამ ქვეყანაში რომელსაც აქვს მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ირლანდია მიეკუთვნება და მე შენგენის ქვეყანაც არ არის ხო და შენგენი იქ არ მოქმედებს მაქსიმუმ იქ 3 თვე დაყო თავშესაფარში მე დაგიდგენენ რომ შენ არაფერი ისეთი არ ჭირს და გაძლევენ უარს იშვიათ შემთხვევაში დადებით პასუხს აძლევენ ადამიანებს რომლებსაც აქვთ ბიოგრაფია დევნის მაგალითად სახელმწიფო რაღაცა საქმიანობას ხო პოლიტიკური ნიშნა აი ძალიან იშვიათ შემთხვევაში ესეც ძალიან რთულია იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან გვაქვს ეგრეთ წოდებული სტატუსი უსაფრთხო ქვეყნის ეს სტატუსი უსაფრთხო ქვეყნის იმიტომაც მოგვენიჭა რომ მე მოეცათ ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაციის დასტური იმიტომ რომ ჩვენ რომ არ ყოფილიყავით აღიარებული რიგი ევროკავშირის ქვეყნების მიერ როგორც უსაფრთხო ქვეყანა ვერ მოგცემდნენ ვიზა ლიბერალიზაციას. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ თუ ამ ქვეყნებმა ისევ ჩაგვსვენ სიაში რომ საქართველოს წარმოადგენს საფრთხის შემცველ ქვეყნად, ეს პირდაპირ დაარტყამს მერე ვიზა ლიბერალიზაციის პროცესსაც. ამიტომ აქ ჩაკეტილ პროცესში გულშემატკივროთ ამას არ უგულშემატკივროთ, ვეცადოთ რაიმეს გავაკეთოთ თუ არა ძალიან რთულია. ამიტომ საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად ვერ იღებენ თავშესაფარს მე ვამბობ სტატუსს ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ასე ვთქვათ, დევნილები ან მიგრანტები და ასე შემდეგ. ძირითადად ისინი ატარებენ გარკვეულ პერიოდს ამ ასე ვთქვათ, სპეციალურ ცენტრებში, ან მერე თავშესაფრებში, მაგრამ იქაც არ არის საუკეთესო პირობები, ხო, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად არის დაახლოებით, რა ვიცი ახლა, კარგი ციხე რა. ხო, ცოტა დამთრგუნველი ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ რამდენი ადამიანი ესე რომ ვთქვათ, იტანჯება, ალბათ სწორად ხო, ნუ მესმის, იმიტომ რომ ეს საბანკო ვალები, აი ახლა ეს ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, პირდაპირ ურტყამს სოციალურ გარემოს. იმიტომ რომ თუ როდესაც ადამიანებს უმცირდება შემოსავალი, როცა გარემო არასტაბილურია, როდესაც ეკონომიკა სტაგნაციაში შედის, ხო? კი არ ვითარდება ახლა, არ ვიცი მე ვინ უნდა ჩადოს ამ ქვეყანაში ფული, ან ვინ უნდა დასახოს ძელვადიანი პერსპექტივა, როცა აი გაუგებარია როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ხო? ეს თავისთავად ცხადია იმას იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ შემცირდება შემოსავალი ადამიანის. თუ შემცირდება შემოსავალი ადამიანის, არაფერს იყიდის, არც არაფერს ახალს გააკეთებს და რაც თავარია თუ მას გარდაუვლად საფრთხე დაემუქრა, იზოლებული იქნება, ისევ წავიდეს. რაც ხდებოდა 90-იან წლებში, როცა იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი წასვლის. და კიდევ ერთი მომენტი არის, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ მაინც ჩვენ მოგცა საშუალება, რომ ადამიანები ამ ფატალური გზებით არ მიდიოდნენ საზღვარგარეთ. გახსოვთ ხო ისტორიები, რომ ადამიანები საზღვარზე იყუპებოდნენ, როდესაც ავტობუსების ასე ვთქვათ რაღაც ხუბში ჯდებოდნენ და იქ 8 საათს ატარებდნენ საზღვარზე რომელიც დამინული იყო ცდილობდნენ გადაპარვას ტყე დადიოდნენ რომ გადასულიყვნენ საზღვარს და საშინელი ასე ვთქვათ ისტორიები დღეს ესენი ნაკლებად გვაქვს ჩვენ სწორედ ამ ვიზა ლიბერალიზაციის გამო ამიტომ ღმერთმა ნუქნას რომ დაუბრუნდეთ ამ ვითარებას
მოგზაურმა კი ვისურვებ ისეთ გარემოს ჩვენს ქვეყანაში, რომ რაღაც ტურისტული გასვლები გქონდეს ხოლმე ძირითადად. ნამდვილად. აი ეს ალბათ მართლაც რომ საოცნებო სურვილია და რამდენად არის პერსპექტივა რომ უახლოეს მომავალში მოხდეს არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ რაღაც კარგ ნოტაზე დავამშვიდობოთ ერთმანეთს. ჩვენ ეს რა იცით, ყველა იმ ქვეყანამ, სადაც ჩვენ გვინდა წასვლა, იქ ასე ადგილობრივმა მოსახლეობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ იშრომა, რომ იმ ქვეყანა ჩვენთვის გამხდარიყო მიმზიდველი. ჩვენც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ქვეყანაში, რომ მიმზიდველი სხვებისთვის ვიყოთ და ჩვენთვის იყოს სასიამოვნო აქ ცხოვრება და ამას სჭირდება ყოველდღიური სამოქალაქო ცნობიერება და შრომა. ასე იოლად არაფერი არ მოდის, მე უფრო კარგი ამბები. მოკეთ დღეს მარტის ბოლო დღეა, ბედნიერ აპრილს, კარგ ზაფხულს და კარგ დღეებს გისურვებ. მოდით ისევ შევხვდებით ერთმანეთს დღეისათვის დაგემშვიდობები ნახვამდის. მადლობა. მოგეთ ძირფესო ტელემაყურებლობა გადაცემაში უოთხე ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია. ჩემი სტუმარი კი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ თაობათა დიალოგის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის კლიმატის მოქმედებათა ქსელის საბჭოს წევრი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების ფორუმის დავების კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი ნუგზარ კოხრეიძე, ნანა თეოდორაძე მუშაობდა თქვენთვის როგორ უმწეოდ გამოიყურებით თქვენს გვერდით, მაგრამ არა უშავს. გემშვიდობებით ხვალამდე, დიდი მადლობა. შენ ყველაზე მთავარი სტატუსი გაქვს.